Eutodiris დასკვნა გამოქვეყნდა, არ ვიცი გესმოდათ თუ არა თქვენ, ჯერჯერობით არ მაქვს, მე არ ვიცი შინაარსი დეტალურად, თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? არა, რამე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებული მონოდინები ამ დასკვნასთან მიმართებაში ჩემს არ უნდა ქონდეს, ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, ევთოდირის საქმე არ არის, პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, ევთოდირი არ ლაპარაკობს დასკვაში ასეთ შემთხვევაში რაღაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია არა ლეგიტიმაციაზე, იქ იქნება დასკვაში სტანდარტულად როგორც წერია ხოლმე იქნება რაღაცეები, რაც მათი აზრით იყო პოზიტიური და იქნება ასევე ჩამონათვალი რაღაცეების, რაც იქნებოდა, რაც შეამჩნიეს და დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იყო ნეგატიური. ცხადია, ოცნების პროპაგანდა ჩააოლებს იმ რაღაცა ერთ თორხას, რომელიც პოზიტიური იყო და დაატრიალებენ იმას და იქიდან არჩევნებში ყველაფერი რასაც ვკითხულობ მე აქ წერია რომ თქვათ თვითონ პროცესი როგორც მზადდებოდა არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული ასე წერია კარგად იყო დამენეჯმენტებული შეიძლება ახლა სადღაც 15 წუთში კობახიძეს აქვს ბრიფინგი და ეს იყოს თავარი ხაზი ამასთან დაკავშირებით ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ ხო თუმცა იქვე წერია თუმცა ეს იყო ბევრი პრობლემა ბევრი დარღვევა თქვათ იგივე ხმების ფარულობასთან დაკავშირებით, პროცედურებთან დაკავშირებით, ზეწოლასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევასთან, მოკლედ აქ არის მთელი რიგი ჩამონათვალი და ამას როგორც მე აუდიტორიას ვუთხარი უკვე დეტალურად გავაცნობ. თუმცა, აი რა წონა აქვს თქვენთვის ამ ეტაპზე მყოფი საზოგადოების წარმომადგენლისთვის, ასევე პოლიტიკური ლიდერისთვის ახლა ევთოდირის დასკვნის დეტალებს? არა, თავისთავად დასკვნა მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ნიუანსი იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს მოდელი თვითონ სისტემა როგორ მუშაობს, მე მაქვს ნამუშევარი ევთოში 3 წელი და ვიცი როგორ მუშაობს ეს სისტემა. ერთი რომ ისინი არ გააკეთებენ პოლიტიკურ შეფასებას, მეორე რომ ანგარიში იქნება ჩამონათვალები და იქნება ჩამონათვალები იმისა, რა ნახეს რომ იყო პოზიტიური და იქნება ჩამონათვალები რაღაც პროცესის სავარაუდოდ რა ნახეს ნეგატიური და რა იყო მოსაწონი, იქ არ იქნება შეფასება გააკეთებული. ზოგადად როგორ ეს მოდელი როგორ მუშაობს ევთო საბოლოო ჯამში შედგება 47 ქვეყანა არის ახლა და ყველა გადაწყვეტილება ევთოში მიიღება კონსენსუსის გზით და ევთო არ ეგეთი ორგანიზაცია, მათ შორის წევრი არის რუსეთის ფედერაცია. ამიტომ ევთოს ნებისმიერი დასკვნა, ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის არის ხომ ჭყალებში დაბალანსებული, რაც ნიშნავს, რომ იმას რუსეთიც უნდა დაეთანხოს. თუ რუსეთი არ დაეთანხმა, ისე ვერან არ გადაწყვეტილებას ეს ორგანიზაცია ვერ იღებს ვერასოდეს. მათ შორის ის რომ საქართველოში არ არის მაგალითად ევთოს მისია, რომელიც მუშაობს 3 წლის განმავლობაში, ეგეც არის რუსეთის გადაწყვეტილება. ადგენს და თქვენს რომ ჩვენ აღარ გინდა საქართველოში მისიაო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა იძახდა დანარჩენ რომ გინდა საქართველოში მისიაო და მისია აღარ არის, იმიტომ რომ რუსეთმა ჩაშალა კონსენსუსი. ამიტომ არ უნდა ქონდეს რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენები იმაზე, რა დაიწერება, იქ დაიწერება რაღაცები, რაც ნახეს პოზიტიური, დაიწერება რაღაცები, რაც ნახეს ნეგატიური და არ იქნება არანაირი პოლიტიკური შეფასება თვითონ არჩევნებთან მიმართებაში და არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. არ შეეხება იმას, რამდენად ლეგიტიმაციის შეფასება არ არის ჩვენი საქმე, რაღაცა დაახლოებით ასეთი კონტექსტი მე პარალელურად გისმენთ ამ კითხულობ და ასეთია, დიახ, რასაც თქვენ ბრძანებთ. მე არ წამიკითხავს, მაგრამ გიყვებით, იმიტომ რომ ასეთია ხო, სულისკვეთება. აი ერთი სიტყვა არ წამიკითხავს ბაგანგარიშთან ჯერ იმიტომ რომ ეხლა დაიდო და მე ჯერ ვერ მოვასწარ თვითონ თქვენთან მივიდექი აქ ჩართვაზე, მაგრამ რასაც გეუბნებით ეგ არის რაც ჩემი გამოცდილება, რასაც მეუბნება 3 წლიანი მუშაობის ევთოში და მათ შორის შეხება მქონდა ევთო ოდითანაც 3 წლის განმავლობაში. თავისთავად ცხადია ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ ბევრი ინფორმაცია იქნება, ბევრი საჭირო ინფორმაცია იქნება, მათ შორის დარღვევებთან და იმ რაღაც გაყალბების გზებთან დაკავშირებით, რომელიც ამ არჩევნებზე იყო. დღეს რამდენად რელევანტურია ეხლა ამ აქციასთან მიმართებაში, გარკვეული თვალსაზრისით არის, მაგრამ აქ ადამიანები გამოსული მარტო მაგის გამო არ არიან, რომ არჩევნები გაყავდა, აქ ადამიანები გამოსული არიან ბევრი სხვა მიზეზების გამო. ცხადია იმის გამო, რომ არჩევნები მოიპარეს, მაგრამ მათ შორის იმის გამო, რაც შემდეგ მოხდა, რომ საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ამ ქვეყნის კურსს საგარეოს ცვლიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული და მაგის შემდეგ დალეწეს და აწამეს ადამიანები. ხო, ამიტომ რაღაცა რელევანტურობა ცხადია აქვს, მაგრამ გადამწყვეტი ის არ არის. აქ ხა ადამიანებთან მე რომ კომუნიკაცია მაგაზე არ გელაპარაკება, არავინ დედა რა მოხდა არჩევნებზე. სხვა რაღაცებზე გელაპარაკებია. ზურა, ეს დოკუმენტი, მოდით ვიდრე გავცდებით ამას, სავარაუდოდ სადღაც 10 წუთში კობახიძე მოგვიყვება, როგორ აღიარა ევთომ საქართველოს ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნები. ეს ასე იქნება აუცილებლად, აი ჩვენ ამას მოვისმენთ და ვნახავთ. როგორ მოთარგმნის ხელისუფლება ამ დასკვნას, როგორ წაიკითხავს მხოლოდ იმ ნაწილებს, რაც მას ძალიან უნდა რომ წაიკითხოს. რაში დაეხმარება ეს პროპაგანდას?
არაფერში, ანუ დიდი აზრი მაგას არ ექნება, უბრალოდ ვინც დარჩათ ეს მხარდამჭერები ძალიან მცირე ნაწილი, იმათ აჭოვენ ახლა მორიგ სალაფავს, რომელსაც ყოველდღურად უმზადებენ და რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავუმეორებენ, რომ აი ვითომ ეუდრის დაცვაში წერია, რომ აქ არჩევნებზე ყველაფერი კარგად იყო და ვითომ ამის გამო მათ ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს, მაგრამ რაც ლეგიტიმაციის პრობლემა რო აქვს, აგერ ახლა რამდენიმე დღეში ექნებათ ეს რაღაცა პროცედურა, რომელსაც ინაუგურაციას ეძახიან და იქაც გამოჩნდება, იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უბადრუკი სანახაობა სოფლიო ინაუგურაციების ისტორიაში, სადაც არ იქნება არც ერთი სტუმარი, ან შეიძლება იყოს არ ვიცი, ერთი-ორი რაღაცა ჩამოვიდეს და იქნება რაღაცა ვიწრო წრეში გაკეთებული იმის სკოლის ბანკეტივით და ამბავით. ეგ აჩვენებს სინამდვილეში აძლევენ ლეგიტიმაციას თუ არ აძლევენ, აღიარებენ თუ არ აღიარებენ. აგრძელებენ მათთან ბიზნესის და business as usual, ანუ მუშაობის გაგრძელებას ისე როგორც აქვთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა თუ არა. ხო, გასაგებია ხარო აგერი ხარო. რა მოდის იყო გუშინ იყო, ხომ უკვე მეც ამერია, მოდის რა სანქცია მოდის და რაზე ლაპარაკი, მაგრამ კონკრეტულ თელ იმას მართლობის რგოლს პოლიტიკურს თუ არაპოლიტიკურს, ვისაც კი დიპლომატიური პასპორტები და სამსახურებრივი პასპორტები აქვს, პრობლემა ექნებათ ევროკავშირის შენგენის ზონაში რომ შევიდე. რაზე არის საერთოდ ლაპარაკი? რა არჩევნების აღიარებაზე საერთოდ ლაპარაკი. და შინაგან საქმეთა მინისტრი ყავთ დასანქცირებული ფინანსური სანქციები აქვს, მათ შორის დადებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რაც ნიშნავს, რომ გარიყული არის ძალიან ცივილიზებული სამყარო და დააბრუნეს ქვის ხანაში. ხო და ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკონ და იკითხონ ამოკრიფონ იქიდან კონკრეტული ხაზები, სადაც ეუთოოდირი რაღაცა პოზიტიური აღნიშნავს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ეგ მაგათო ვერ დაეხმარება. გამორიცხულია. ვერც ხვდებიან სხვაგან რო არიან უკვე, ვერც იმას ხვდებიან, რომ ეს ხალხი აქ საერთოდ სხვა რაღაცის გამოდგას და არიან, რა ვიცი, გიჟულ პროპაგანდაში გადასული. ერთი ტრამპზე იყო ჩამოკიდებული, როჩი ტრამპი მოდაგოშოლებაო და იქაც დაიწყეს ახლა უკან დახევა, რომ ახლა მთავარია თუმე ტრამპმა იმას მოუგოს. Deep State თუ მოუგო, მაშინო ხო და თუ ვერ მოუგო, მაშინო არ გამოვარს დალაგებაო. მოკლედ, დიდი აზრი აღარ აქვს, მაგათ პროპაგანდის ხაზებს აღარ ჭამს უკვე არავინ, ჭამს პატარა ნაწილი, რომლებიც სინამდვილეში ბაგაზე ყავთ მობმული. თუმცა აი ამ მცდელობებს ადგილი აქვს ყოველდღიურად, პერმანენტულად, ჩვენ ნახეთ როგორ გამოიყენა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი და ამ დელეგაციის პრინციპში ამ კონკრეტულმა პირმა მისცა კიდეც საფუძველი გამოეყენებინა ეს ვიზიტი პროპაგანდას და მან დღეს შემოგთავაზათ ასევე გამოსავალი უკანა რიცხვით. ხო, თქვენ ახლა საუბრობდით, რომ უკვე არჩევნების შედეგებზე საუბარიც კი ახლა ამ მოცემულობაში დაგვიანებულია, იმიტომ რომ იმის შემდეგ მოხდა ევროპული გზის საბოლოო უარყოფა, შემდეგ მოხდა ადამიანების წამება და უკვე უკანა რიცხვია ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ ახლა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც მოინახულა ივანიშვილი და რაღაცა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა მასთან, გითხრა, რომ მზად არის მხარე რაღაცა ტიპის ცვლილებებისთვის რუსულ კანონში. როგორც ჩანს, მაინც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს დასავლეთი, ასე აფიშირებს ხომ ხელისუფლება. ძალიანაც აქვს მნიშვნელობა და ესეთი ტიპის რაღაცა პირებს ებღაუჭებიან და დღეს ოპოზიციამ შეაფასა კიდევაც განსაკუთრებით თქვენმა კოალიციამ ეს ვიზიტი როგორც არც თუ ისე რელევანტური, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვა და ძალიან საეჭვო გზავნილები, რომელიც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. თქვენ რა სიტყოდით ამ თემაზე? არა მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ ჩვენ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა 4 პოლიტიკურმა ჯგუფმა, იმ პოლიტიკურ ჯგუფებმა, რომლებაც სინამდვილეში 26 ოქტომბერს მოიგეს არჩევნები და მიიღეს ხალხისგან ლეგიტიმაცია. ჩვენ უბრალოდ ძალაუფლება ვერ წავართ ამათ, თორე გამარჯვებლების სინამდვილეში შევა და 4 პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი განცხადება გავავრცელეთ, სადაც კონკრეტულად ავხსნით ამ ადამიანთან მიმართებაში ჩვენ როგორ ხედავთ სიტუაციას და მათ შორის მიმართვაც გავავრცელეთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებთან მიმართებაში, კონკრეტულ ამ ადამიანთან მიმართებაში დაუსვით კითხვები. როგორ ხედავთ და ხედავთ რეალობა არის ძალიან მარტივი სინამდვილეში, ესენი არიან სულ იზოლაციაში, სამწუხაროდ ამათთან ერთად მთელი ქვეყანაც ექცევა იზოლაციაში და რა ვიცი, მზად არიან სათითაოდ ესე მოძებნონ დასავლეთში ვიღაც კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ჩამოიყვანენ აქ და ხელს ჩამოართვენ და ამ ხელის ჩამოართვას მერე გადაიღებენ და ფოტოებს და ვიდეოებს დადებენ და საკუთარი ამორჩევის რაღაცა არის ეძახნათ გამოთაყვანებულ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ ესენი ვითომ ევროპისკენ მიდიან, იმას დააჯერებენ, რომ ვითომ ესენი იზოლაციაში არ არიან, ვითომ ყველაფერი კარგად არის, ვითომ ევროპელები მათ ხვდებიან და ვითომ აგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას ამ ხალხთან. ეგ არის მეტი ამ ადამიანის ჩამოსას აქ ფუნქცია არ ქონია. ჩვენ გუშინ პრობლემა ჰქონდა, ჩვენ მათ არ შევხვდით, ჩვენი კოალიციიდან არც ერთი ლიდერი არ შეხვდა ამ ადამიანს და არ შეხვდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, ჩვენმა მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა მათთან მიმოწერა, მის ოფისთან, უფრო სწორად და ჩვენ ვთავაზობდით, რომ თუ ეს ადამიანი ჩამოდის საქართველოში, ერთი გაუგებარია რა მიზნით ჩამოდიოდა, არავინ არ იცოდა და ვერავინ არ აკისრა რა მიზნით ჩამოდიოდა და მეორე იყო ის, რომ თუ ჩამოდიხარ ამ რეალობაში დღეს საქართველოში, პირველი რაც უნდა გააკეთო
როდესაც ევროსაბჭოზე არის ლაპარაკი, რომლის ერთადერთი ფუნქცია ადამიანის უფლების დაცვა არის და სხვა მეტი არაფერი, უნდა წახვიდე და ნახო საავადმყოფოში დალეწილი ადამიანები. უნდა შეხვიდე ციხეებში და ნახო ის ადამიანები, რომლებიც იყავთ გამოკეტილი, მათ შორის სისხლზე დაჭერილი ადამიანები, მათ შორის ადამიანები, რომელსაც რაღაცები ჩაუდეს, ნარკოტიკები და ამის გამო რამდენიმე წუთი ფერმიფრებად ციხე და ასე შემდეგ. მაგით უნდა დაიწყო და მე უნდა შეხვდე სამოქალაქო საზოგადოებას და მე უნდა შეხვდე პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ შევთავაზეთ ეს გითხეს უარი. მე შევთავაზეთ, რომ ჩვენთვის გამოყოფილი დრო დაეთმოთ იმისათვის, რომ მივიყვანდით იმ ადამიანებს, რომლებსაც საავადმყოფოში გააკრალეს გარკვეული პერიოდი და ეხლა გამოწერილი არიან ტრამვები აქვს მიღებული და მოყვებოდნენ საკუთარი წამების ფაქტებს. ამაზეც გითხეს მე უარი. საბოლოო ჯამში მაინც მოვახერხეთ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მაინც მივიყვანეთ ეს ადამიანები და მაინც მოუწიათ მათ ამ ადამიანებს მოსვენა, მაგრამ მისი დღევანდელი პრესკონფერენციიდან გასაგები გახდა რატომაც არ უნდა ესეთი შეხვედრა, იმიტომ რომ აქ რომ მოსულიყო თუნდაც რუსთაველზე, ხო დავანებოთ ყველაფერს თავი. ესეთი ამბავი არის, სამკვირაზე მეტია ხალხი დგას ყინვაში, ქუჩაში და ჩამოდიხარ ევროსაბჭოს გენერალური დივანი ქვია და ადამიანის უფლებები გაინტერესებს. 3 დღით ხარ აქ, თან 3 საათით კი არა, 3 დღით ხარ აქ. როგორ შეიძლება ერთ საღამოს აქ არ გამოხვიდე და არ დაგაინტერესოს ამ ადამიანებთან დალაპარაკება. აქ რომ გამოსულიყო და ამ ადამიანებთან ლაპარაკა და თუნდაც ამ ადამიანებს ეთქვა ისაც დღეს სხვა პრესკონფერენციაზე რომ რაღაცა სამუშაო ჯგუფს მის რაღაცა მოლაპარაკებების და იმაში რუსულ კანონში რაღაცა ცვლილებებზე იმუშავებს ოცნებასთან ერთად აქვე გაცემდნენ ეს ხალხი პასუხს. ჩემგან კი არც არ ახდებოდა საჭირო პასუხის გაცემა რომელიმე სხვა პოლიტიკოსთან. აქვე დაინახავდა რა განწყობა არის ადამიანებთან რა პასუხსაც მიიღებდა, გასაგები გახდებოდა რომ ეგეთი სისულელე არ უნდა დაებრეხებინა მე პრესკონფერენციაზე, მაგრამ ეს არ გააკეთა სწორედ იმის გამო, არც აქ მოვიდა, არც ციხეებში შევიდა, არც ეს დალეწილი ადამიანებს დაელაპარაკა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მისია ჰქონდა, უნდა ჩამოსულიყო ერთი ხელი რომ ჩამოერთია ყობახიძის ამის ფოტოები გაევრცელებინა, ვიდეო გაევრცელებინა და მეორე პრესკონფერენციაზე დაჯდარიყო და ეგ რაღაც 1-2 მესიჯი უნდა გაეშვა. მათ შორის ერთი მესიჯი იყო ეგ, რომ რაღაცა რუსულ კანონში რაღაცა ცვლილებებიო და მეორე იყო იმედმა დაუსვა, როგორც იმ სატოპკეს უგდებენ ხოლმე ყველა პრესკონფერენციაზე ყობახიძეს, მაგასაც ეგეც სატოპკე აუგდო იმედმა და კითხა რომ რაღაცა გაქვთ რა ინფორმაცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით დემონსტრანტები რომ დაესხენ თავ ჟურნალისტებსო და კიო, მაქვს ეგეთი ინფორმაცია. ეგ იყო მაგისი მისია. აი ეგ უნდა გაეკეთებინა ამ ორ კითხვა, ამ ორ ეს ორი მესიჯი უნდა გაეგზავნო და პლუს ხელი უნდა ჩამოერთო ყობახიძეს ტელეკამერების წინ, მეტი მაგას ფუნქცია არ ქონია. ხო, ამიტომ მაინც და მაინც დადებითი წარმოდგენის არავა გზიდან დაკავშირებით. გასაგებია. და ბოლო კითხვა მექნება, ეს ფაზები, რომელსაც პროტესტი გადის, ხომ? თვითორგანიზება არის მისი მთავარი მახასიათებელი, რომელშიც ლიდერს ვერ პოულობს 1, 2 ან 10, მიუხედავად იმისა, რომ აპატიმრებს რიგით მოქალაქეებს რეჟიმი, ფორმაციებს გადის და ფინალი არ ჩანს. ვინაიდან ეს პროცესი არის ბუნებრივი, არ არის რაღაცა ვინმეს მოგონილი და ვითარდება ბუნებრივად იმდენად, რომ თქვენთვისაც სავარაუდოდ პოლიტიკოსებისთვისაც მოულოდნელია რა მოხდება დღეს, ხვალ ზეგ. მაინც, როდესაც ეს ფიქრობთ ამ პროცესის კალაპოტში მოქცევაზე, რაღაცა კონკრეტულ ფინალზე, აი რა ვადაზე თვლით, შეიძლება ეს ძალიან ახლა არა პრაგმატული კითხვა, მაგრამ ყველას ეჩქარება. ბოლო უჩანს ამბავს, ეს არის თვეების ამბავი, ეს არის კვირაების ამბავი, როგორ ფიქრობთ თქვენ? რთული სათქმელია ძალიან. მე მიჩის ხოლმე ეგეთი პროგნოზების გაკეთება, არავინ არის ის ხა რამდენიმე კვირის ამბავია თუ შეიძლება რამდენიმე თვის ამბავი იყოს. უბრალოდ რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის გასაკეთებელი, მეგონი ეგ გვაქვს რაღაცნაირად ყველას გააზრებული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბუნდოვანი იყოს ეს ბოლო წერტილი როდის დადგება, ყველა აქ შეკრებილ ადამიანს ესმის რომ გასაკეთებელი არის, მაინც არის ეს. რასაც აქ ვაკეთებთ, რომ სამსახურით ყოველ საღამოს ადამიანები გამოვდივარ და დავართ აქ. საბოლოო ჯამში ამ პროტესტის პირველ რიგში ხანგრძლივობამ რომ აი ამდენი დღე არის უკვე რომ ადამიანები ამ ყინვაში გამოდიან და დგანან რამდენიმე საათი. იმან რომ ეს პროტესტის დარბევა მოხდა და ადამიანები აწამეს, ამან მოიტანა მათ შორის ის ხარდაჭერა, რომელიც წამოვიდა ეხა დასავლეთიდან და ეხა უყურეთ ბოლო დღეების განმავლობაში კასკადი მოდის უკვე რატიკის სანქციები მოდის და ვის ხდება უკვე ჩვენც ვერ ყვევი და ვეძებთ ხოლმე ვიღაც ადამიანებს ეს შინ არის და ეს შინ არის და ეს ატო დაასანქციეს და როგორ დაასანქციეს და ამას რა შეეხო და ისა შეეხო. ეს ყველაფერი არის ამ პროტესტის დამსახურება. დასავლეთი თუ ხედავს რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენ თავისუფლებისთვის, ისინი დაგვეხმარებიან ყველაფერს. თუ დასავლეთი ხედავს რომ ჩვენ ხელები ჩამოუშვით, არავინ ჩვენს დასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს. ამიტომ ამოცანა არის რომ გავაგზავნოთ ისაც ვაკეთებთ. ამოცანა არის პროტესტი გაგრძელდეს, რომ მუდმივად ხედავდეს დასავლეთი რომ ხალხისგან ამათ ლეგიტიმაცია არ აქვს. ამოცანა არის რომ ის ერთობა რომელიც არსებობს ახლა ამ პოლიტიკურ ძალას შორის, სადაც გარკვეული
გარკვეული კოორდინაცია და ის რაღაცა შედგა მართლა რეალურად მე სულ მან პრობლემას ხედავდი ხოლმე, მაგრამ არის უკვე საკითხები, სადაც მართლა კოორდინირებად იქნება ეს გაჩობის დახმარება, დაზარალებულების იურიდიული დახმარება თუ სხვა ტიპის ფინანსური დახმარება, თუ იქნება ერთობლივი საგარეო კომუნიკაცია, მან უკვე კარგად ავარ დალაგებული შეგვიძლია გითხრათ, სადაც მე პრობლემას ხედავ არის შიდა კომუნიკაცია, სადაც შეიძლება დასალაგებელი ვართ, მაგრამ მივართ მაგამდე აუცილებლად. ეს უნდა გაგრძელდეს ის რომ არც პოლიტიკური ჯგუფები არ აღიარებენ ამ ლეგიტიმაციას, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს რომ გარე ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს უნდა გაგრძელდეს ასე. ჩვენ სიამოვნებით გავიწყდება რომ თითქმის უკვე 2 თვე გადის არჩევნების ჩატარებიდან და ნიკარაგუას, ვენესუელას და უშუალო მეზობლების გარდა, რუსების სატელიტების გარდა არავინ ამათ არ აღიარებს დღემდე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ანუ ეს უნდა გავაგრძელოთ და ეს იზოლაცია გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში ეს პოლიტიკური კრიზისი გადავა ეკონომიკურ კრიზისში, თავარია გავაგრძელოთ ბრძოლა, თავარია ხელები არ ჩამოუშვათ. ამ ქვეყანას თუ რამე განარჩევს ახლა და ეს ამას ყველგან მიმოეროს ბელორუსისგან რუსეთისგან არის ის რომ აქ ჯერ კიდე არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს ოპოზიციური პარტიები, არსებობს კრიტიკული მედია და არსებობს ეს ხალხი, რომელიც ყოველდღე გამოდის და აპროტესტებს. ეს არის ხა ერთადერთი განსხვავება, რაც არის დარჩენი ბელორუსთან და რუსეთთან შედარებით. და ეს რესურსი არის მაქსიმალურად გამოსაყენებელი. ზურა და აი ის საბოლოო ჯამში აუცილებლად მივალ ფინალთან. ის რამდენად შეიძლება გამოდგეს ხავსად ხელისუფლებისთვის, რომ ახლა გოზინაყი და საახალწლო სამზადისი სუფრები მათი მოლოდინით, მათი დიდი იმედით რაღაცნაირად პროტესტს გახდის მილევაც. ეს კი ნამდვილად ბოლო კითხვა იქნება. არა, ეგ ხო ეგ უბრალოდ აჩვენებს იმას რამდენად სულელები არიან, რამდენად არ ესმით უბრალოდ ეს ხალხი აქ რატო დგას. ანუ ამ მართლა იდიოტებს მართლა გონიათ რომ ეს ხალხი იმას არ ვიცი, პოლიტიკურ პარტიებს გამოყავს ან არ ვიცი, ვიღაცა დღეს რო თქვა კობახიძემ რაღაცა პატრონები არსებობენ და იმ პატრონებს დაველაპარაკებითო. არ ესმით სინამდვილეში, ანუ სხვა სამყაროში და სხვა რეალობაში ცხოვრობენ, მოწყვეტილი არიან ამ სამყაროს და ამ რეალობას. და გაგებაში არ არიან სინამდვილეში ეს ხალხი ვინ დგას აქ და მე თუ რამის ვჯერა და ამას ვიძახდი თვეების წინ ვჯერა იმისი რომ ეს ხალხი მოიგებს განსაკუთრებით ეს ახალგაზრდები მოიგებენ ამ ბრძოლას, იმიტომ რომ რავი წასასვლელი არ აქვს სხვაგან არ საქმე. ვერ გაჩერდები სახში, და სახში გაჩერდები დამთავრდება ყველაფერი. ეხლა თავარი ჩვენი ბრძოლის ხაზი არის აქ რუსთაველზე და მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაღაცები ვცადეთ, უცვლელი რომ იყო ლოკაციის ცვლილებები ვცადეთ, ბევრი ლოკაციების აღება ვცადეთ, დროის ცვლილება ვცადეთ, არაფერი არ მუშაობს. რაღაცა საკრალური ადგილია ეხლა არც სადაც დგავარ. აქ გადაწყდება ეს ამბავი. რუსთაველზე გადაწყდება და ეს ხალხი მოიგებს ამ ბრძოლას. და ეს ბრძოლის მოგება იქნება ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომელიც არის გაპატიმრებული და ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი ადმინისტრაციით და ახალი წესებით, სადაც ესენი დაასრულებენ თავიანთ მმართველობას. და რუსები გავლენ ამ ქვეყნიდან და ჩვენს გვეშოლება, სომხეთსაც ეშოლება, საუზღის უსაფრთხოებასაც ეშოლება და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც ეშოლება. აი ეს ყველაფერი გადაწყდება აქ, რუსთაველზე.